მთავარი სიახლეები. რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ კულტურულ გენოციდს განაგრძობს. ინტერნეტში ქართული მემკვიდრეობის გადაკეთების ახალი რუსული პროექტები გამოჩნდა. ბედიის მონასტრის იერსახის შეცვლაზე რუსული კომპანია ტექტონიკა მუშაობს. საფრთხე ემუქრებათ ლიხნისა და ილორის ეკლესიებსაც. ბიჭვინთის სიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი არქეოლოგიური გათხრები თვითნებურად სპეციალისტების გარეშე ტარდება. აღმოჩენილი უნიკალური ნივთები რეგიონიდან ფარულად გადის და კერძო კოლექციებსა თუ აუქციონებზე ხვდება. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ამას უკვე რუსი სპეციალისტებიც ვეღარ მალავენ. აფხაზეთში მყოფმა მოსკოველმა ექსპერტებმა დუმილი დღეს პირველად მოამბის გადამღებ ჯგუფთან დაარღვიეს და ქართული ძეგლების რეალურ მდგომარეობაზე ღიად ისაუბრეს. ქეთევან ბერაიაგი ამბობთ. მე-10 საუკუნის უნიკალური ქართული ძეგლი ბედიის მონასტერი რუსი რესტავრატორების ხარაჯოებში აღმოჩნდა. ქალაქ ვლადიმირში რეგისტრირებული კომპანია ტექტონიკი, რომელიც რუსული ეკლესიების რეაბილიტაციას ახორციელებს, ქართული სამონასტრო კომპლექსის აღდგენას იწყებს და ნაგებობაში ხარაჯოებიც უკვე გამართულია. როგორი სახე ექნება ბედიას სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსმა ინჟინრებმა თავიანთ საიტზე უკვე გამოაქვეყნეს. ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ მონასტერს რუსმა სპეციალისტებმა შესაძლოა რუსული გუმბათიც დაადგან და იერსახე მთლიანად შეუცვალენ. ეს რასაკვირველია, დანაშაულია ეს იშლება ქართული წარწერები, ეცვლება სახე ამ ქართულ ძეგლებს. თეთრად იღებება რაღაცა ზედმეტი გუმბათები ადგავენ ზემოდან. ეს არის პირდაპირ მიმართული, მიზანმიმართული აქცია, რასაკვირველია, რომ აი ამ ძეგლებს შეუცვალონ სახე. ბედიაში დამოუკიდებელი რუსი ექსპერტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოკუპირებული რეგიონის სხვა ძეგლებიც მოინახულეს. საბოლოოდ დასკვნამდე აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას იუნესკოს და ოფიციალურ თბილისს უკვე გაუგზავნეს. სწორედ მათ განუცხადეს ქართულ მხარეს, რომ ტაძარში მაშენებლის ბაგრატ მესამის ფრესკა მთლიანად განადგურებულია. დასკვნას ფოტოებიც ახლავს, რომლის მიხედვითაც სავალალო მდგომარეობაში დანარჩენ კედლებზე შემორჩენილი ფრესკებიცაა. საერთაშორისო ორგანიზაცია იკომის წევრებმა დუმილი დღეს მოამბესთან პირველად დაარღვიეს, ისინი არ მალავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ძეგლებს შველა დაუყოვნებლივ სჭირდება. ძეგლების მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ჩვენ რამდენიმე ეკლესია, მონასტერი მოვინახულეთ და ნანახით შეშფოთებულები ვართ. აფხაზის სპეციალისტები თავად ამბობენ, რომ ძეგლებს გამაგრება, რესტავრირება ან სულაც კონსერვაცია სჭირდება, მაგრამ ამას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. სამუშაოების ჩატარება კი აუცილებელია. სხვაგვარად ისინი უბრალოდ განადგურდება. სწორედ ბედიის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღეს კრემლის დავალებით რუსმა რეჟისორებმა ფილმი ოლიმპუს ინფერნო აგვისტოს აგრესიის რუსულ ვერსიაზე. რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა ტაძრის ინტერიერში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რამაც ძეგლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ქართული მხარე თვლის, რომ კრემლის ყველა ვანდალური ქმედება რეგიონში ქართული კვალის სრულად გაქრობას ემსახურება. მიმართეთ იუნესკოს აიკომს, იკრომს, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც ამითია დაკავებული. იქ ადგილზე, ყველამ ვიცით, ეს არის რუსული საოკუპაციო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ეთნიკური წმენდა ხომ ჩატარდა იქ, ეხლა მიმდინარეობს კულტურული წმენდის ჩატარება, იმისათვის, რომ საქართველოს იქ ყოფნის, კულტურული იქ ყოფნის, ისტორიული კვალის წაშლა მოხდეს. ხარაჯოებშია ჩასმული ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესიაც. შიდა კადრების გადაღება ბოლო პერიოდში სასტიკად დაიკრძალა იმ მიზეზით, რომ ტაძრის მოხატულობა მძიმე მდგომარეობაშია. ამ დრომდე უცნობია, რომელი სამშენებლო კომპანია აწარმოებს იქ სამუშაოებს და როგორი სახე ექნება მას რუსული რესტავრაციის შემდეგ. ქართული კვალის წაშლის გამოცდილება კრემლის სპეციალისტებმა ოკუპირებულ რეგიონში უკვე მიიღეს. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას იერსახე ისე აქვს შეცვლილი, რომ მისი რუსული საბორისგან გარჩევა ძნელია. მით უმეტეს, როცა ქართული წარწერები კედლებზე მთლიანად დაფარულია. პირველი მოსავალი შეიძლება ასე ითქვას, მივიღეთ და ვნახეთ ილურში რა მოხდა. ამ ვითომ განახლებას ბევრი რამ ეწირება ის, რაც პირველ რიგში გასაფრთხილებელია. ეს ფრესკა იქნება თუ თვითონ არქიტექტურის ნაწილი, ამიტომ ეგეთ ვანდალურ ქმედებებს უნდა დაეშვას წერტილი. ტაძრების იერსახის დამახინჯების გარდა რუსი სპეციალისტები ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე გათხრებსაც ისე აწარმოებენ, რომ ქართულ მხარეს ამის შესახებ წერილობითაც არ ატყობინებენ. სამუშაოებში დასახმარებლად იქ რუსი სტუდენტები პრაქტიკაზე ჩადიან და ნაპოვნი ნივთები რეგიონიდან უნებართოდაც გააქვთ. სარემონტო სამუშაოების გამო დროებით დაცარიელდა სოხუმის მუზეუმიც, ამ დრომდე უცნობია, სად და რა პირობებში მოხდა ექსპონატების შენახვა.
ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული კულტურული გენოციდის ფაქტებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესანარჩუნებლად ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოებას დოკუმენტურ მასალას უგზავნის. თბილისში იმედი აქვს, რომ ვითარების მონიტორინგს იუნესკოს ექსპერტები შეძლებენ. აქ მიმდინარე ბარბაროსულ აქტებზე სრული პასუხისმგებლობა სამართლებრივად ეკისრება ოკუპანტს. ამისთვის არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, იუნესკო და სხვადასხვა სახელმწიფოები, სადაც ეს საკითხები იქნება დაყენებული, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი საშუალება არსებობს სამართლებრივად ამ პრობლემების მოგვარებისთვის. მთავარი არის, რომ ამ მისიის ჩამოყვანა შესაძლებელი გახდეს და მთავარი არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიკარგოს მანამ სანამ კიდევ უფრო მეტად დაზიანდება და უფრო გამძაფრდება ვითარება ვიდრე უკვე არის. განსაკუთრებით მტკივნეულად დგას საკითხი სწორედ მოძრავ ძეგლებთან მიმართებაში, ვინაიდან მათი გატანა ძალიან უკონტროლოდ ხორციელდება. ქართველი სპეციალისტები თვლიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა რუსული აგრესიის და ვანდალიზმის შესაჩერებლად აუცილებელია, რადგან ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ქმედებების აღკვეთით ქართულ ეკლესია მონასტრებს მათი პირვანდელი სახე დაუბრუნდეთ. მოსკოვში 4 თებერვლის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მანამდე კი ქვეყანაში საპროტესტო